მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის გაგრელის პოდკასტის მეხუთე ეპიზოდი და დღევანდელი ჩემი სტუმარი იქნება მაკუნა გოჩიაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი. სანამ გადავიდოდეთ უშუალოდ განსახილველ თემებზე, მინდა გთხოვოთ, რომ მოიწონოთ ჩვენი Facebook გვერდი, დაგვასაბსკრაიბოთ YouTube-ზე და გამოყვეთ TikTok-ზე. მადლობა მაკუნა სტუმრობისთვის. მადლობა პირიქით. ესე იგი, ჩვენი პირველი განსახილველი თემა დღეს არის ზოგადად სახელმწიფოს დამოკიდებულება ბავშვების მიმართ. ჩემ მით უმეტეს არაფორმალურ განათლებაში აქტიურად ახარ ჩართული და მე მინდა არაფორმალური განათლებით დავიწყოთ, სანამ ფორმალურ განათლებასაც მე მეტნაკლებად მიმოვიხილავდეთ. რა როლი აქვს არაფორმალურ განათლებას ბავშვების ცხოვრებაში და ზოგადად აღზრდაში? რა როლი შეიძლება ითამაშოს ამან და ხო, პრინციპში მე შეგვიძლია იმის მიხედვით უკვე სახელმწიფოს დამოკიდებულებაზე ვისაუბროთ. კი ბატონო, ძალიან საინტერესოა ჩემთვის ამით დაწყება და ძალიან აქტუალური თემა არის ჩემთვისაც. მით უმეტეს ბოლო წლები ამაზე ამ მიმართულებით მუშაობ და ვაძლიერებ ბავშვებს არაფორმალურ განათლებაში. როლი აქვს უდიდესი და უზარმაზარი. ფაქტობრივად ჩემი აზრით და აი დასკვნით, რაც გამოვიტანე დაკვირვებით, იგივე მნიშვნელობას ატარებს ბავშვისთვის არაფორმალური განათლების უზრუნველყოფა, როგორც ფორმალურის და მიზეზებიც არის ძალიან ისეთი რა. პირველ რიგში არაფორმალური განათლება ბავშვებს ეხმარება უნარების განვითარებაში, რაც შემდეგ უკვე ფორმალურ განათლებაშიც წაადგება და დაეხმარება, ასევე დაეხმარება ცხოვრებისეული უნარებს უვითარებს, რაც სამომავლოდ მის თუნდაც აი ფორმალურ განათლებაში რასაც შეიძენს, აი მის რეალიზებაში დასჭირდება აუცილებლად მას გარკვეული უნარები, რომ წარმატებას მიაღწიოს იმ დარგში, თქვათ, რასაც გადაწყვეტს და რაც მისი ინტერესის სფერო იქნება და რის მიმართაც იქნება სწრაფ ფორმალურ განათლებას შეიძინოს, ამაში აუცილებლად მას არაფორმალურ განათლების ხელშეწყობა გაუკლებს გზას, რადგან არაფორმალურ განათლებაში ბავშვები საკუთარი თავის რწმენას მოიპოვებენ, დამოუკიდებლობას მოიპოვებენ. მათ მეტი ძალებით იქნებიან ისინი ახსნილები ცხოვრების განმავლობაში, როდესაც ეს გარკვეული უნარები ექნებათ და არ იქნებიან დამოკიდებულები სხვა ადამიანებზე, რომლებსაც გამოიყენებენ ინსტრუმენტებად, რომ მიაღწიონ თავის გზას. და არაფორმალური განათლება ზუსტად ამაში ეხმარება, რომ ეს პიროვნული უნარები შეიძინოს, თვით ცნობიერება აიმაღლოს, თვით ცნობიერება პირველ რიგში ბოლო ჯამში თვით რეალიზებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. საკუთარი თავის შეცნობაში და ეს ძალიან კომპლექსური არაფორმალური განათლება რას მოიცავს დაახლოებით რომ ავხსნათ? კი, ეს მოიცავს კომუნიკაციას. ძირითად შემთხვევაში რას გულისხმობენ არაფორმალურ განათლებაში? კომუნიკაციულ უნარებს პირველ რიგში, კონფლიქტების დროს როგორ იქცევა, როგორ ჭრის ამ კონფლიქტებს დიდ ჯგუფთან ერთად, როგორი კომუნიკაციურ გზებს მიმართავს იმისთვის, რომ თუნდაც გუნდური მუშაობა იყოს მისი ეფექტური და ეს სამომავლოდ აუცილებლად გამოადგება თუნდაც ნებისმიერ საქმეში თითქმის სადაც არ უნდა გადაწყვეტოს შემდეგ დაფუძნება კრიზისული სიტუაციებიდან გამოსავლის პოვნა, სტრატეგიული მოქმედება, გუნდურობა ზუსტად აი ამ ყველაფერს მოიცავს, ხო? და საბოლოოდ გავდივართ კომუნიკაციურ უნარებზე, რასაც ბავშვს აქვს განვითარებული კომუნიკაციური უნარები თანატოლებთან, ის შემდეგ სამომავლოდაც მას არ გაუჭირდება ნებისმიერ საქმიანობაში გამოადგება. ასევე ეს არის ემოციების მართვა, ხო, საკუთარი ემოციების არა მარტო მართვა, არ პირველ რიგში ემოციების ლეგიტიმაცია, რომელსაც არაფორმალურ განათლებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რომ ბავშვის ნებისმიერი ემოცია იყოს ლეგიტიმური, მან არ აუკრძალოს თავს საკუთარ თავს ემოციების არსებობა, ბრაზის შეგრძნება, სევდის შეგრძნება და სხვადასხვა წყენის და სხვა ემოციის განცდა კი არა აუკრძალოს თავს, არამედ პირველ რიგში ლეგიტიმაცია მისცეს, ანუ დაიჯერეს, რომ აქვს ამის არსებობის უფლება, ხო? და ის ზუსტად ამაზე ვმუშაობთ ხოლმე, რომ შენ ეს ემოცია რადგან გაგიჩნდა უკვე ლეგიტიმურია, უბრალოდ შემდეგ როგორ მართავ ამ ემოციას,
აი ეს არის რაცაც შენ უნდა იმუშაო, რაც შენი მართვის სადავეებში უნდა მოაქციო და რა ის რომ შენ აიკრძალო სხვა ემოციების არსებობა შენს თავში და ეს პირველ რიგში ლეგიტიმაცია და მეორე უკვე პირველ რიგში ლეგიტიმაცია ბავშვებს აძლევთ ძალიან დიდ შვებას და ძალიან დიდ გახსნილობას და ნდობას გარემოს მიმართ, რომ ჩემი ნებისმიერი, ჩემი ემოციები არის მიღებული. მიიღეს, უბრალოდ ჩემი პასუხისმგებლობა ამას მე როგორ გამოვხატავ და აი ამას დაისწავლის ბავშვი არაფორმალურ განათლებაში ზუსტად როგორ დაამყაროს კომუნიკაცია სხვა ადამიანებთან, თანატოლები იქნებიან ეს თუ უფროსი ადამიანები, თუ უმცროსი ადამიანები, როგორ დაამყაროს კომუნიკაცია თავისი ემოციების მიხედვით, ხო, როგორ არ შევიდეს ისეთ კონფლიქტში, სადაც თვითონ უკვე დააზარალებს მეორე ადამიანს, ანუ ბრაზი არ მაძლევს იმის უფლებას, რომ დაგარტყა, შეურაცხყოფა მოგაყენო, იარლიყები მოგაკერო, შენზე რაღაც დასკვნები გამოვიტანო და აი აქ ვასწავლით არაფორმალურ განათლებაში ადამიანებს, ბავშვებს, რომ ბრაზი როგორ უნდა გამოვხატო მე ისე, რომ სხვა ადამიანის უფლებები არ შევლახო. როგორ უნდა და აი ამ საკომუნიკაციო ენას სწავლობენ არაფორმალურ განათლებაში, რასაც სკოლებში სამწუხაროდ, სკოლებშიც შესაძლებელია ჩვენ თუ მასწავლებლებს თქვათ, კარგად მოვამზადებთ და დავატრენინგებთ, რომ სკოლებში თქვათ ესეთი ფაქტების არსებობის დროს როგორ დაეხმარონ მასწავლებლები ბავშვებს ზუსტად ამ ემოციების მართვაში, მაგრამ ნაკლები დრო არის ფორმალურ განათლებაში ნაკლებია და უნდა მიეძღვნას იმას, რომ არის რეალურად ხო არის მსგავსი სისტემები, მე მგონი ფინეთში ხო თუ რაღაცა. ფინეთში ესეთი ინტეგრირებული შეტანილია არაფორმალური განათლება ფორმალური განათლების ნაწილი. გაერთიანებულია ფაქტობრივად. ხო, მაგრამ ამას რაღაცა რევოლუციური რეფორმით არ კეთდება ხოლმე, ეს უფრო ევოლუციურად კეთდება, ანუ რაღაცა პერიოდში ალბათ მიდიხარ იქამდე რა. ხო, ეს სრული ის უზარმაზარი რეფორმა გაატარა. ხო, იმიტომ რომ არაფორმალური განათლება რო გაატარო, რეალურად შენ გჭირდება არაფორმალური განათლების მცოდნე ხალხი. მით უმეტეს ბავშვებთან არაფორმალური გარემოს შექმნა. ხო, მათ შორის და მით უმეტეს ხა ბავშვებთან ხა შეიძლება მე და შენ ვილაპარაკოთ რაღაცაზე და ერთმანეთს რაღაცები აზრები გავუცოთ, მაგრამ ბავშვს ისე ვერ დაელაპარაკები, როგორც სიტყვაზე უფროს დაელაპარაკები. ამის მიტანა უნდა შეეძლოს. ფაქტობრივად ფსიქოლოგი უნდა იყოს რა. და აი ზუსტად გარემოს შექმნაზე იმიტომ ლაპარაკობდი, აუცილებლად გარემოს შექმნა და იმ ადამიანების ცოდნის ამაღლება, რომელსაც ამ გარემოში ჩავაბარებთ ჩვენ ბავშვებს, ხო? ეს გარემო აი ამ გარემოს დეფიციტი არის ყველაზე დიდი ჩვენს სოციუმში. ან ბავშვები სად ურთიერთობენ ერთმანეთთან, სად აქვთ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, სად იღებენ. ეს როგორც წესი თვითორგანიზებით ხდება ხოლმე, ანუ თვითონ თუ დაორგანიზებენ რაღაცა თქვა თავშეყრას ან კინოში გასეირნებას ან რაღაცა მოლში გასართობ ადგილების ამორჩევას და ამ გარედან ხელშეწყობა თქვა რომ სპეციალურად შევქმნათ მათთვის ესეთი გარემო ან იყოს საბაგიდო თამაშების კლუბი თუნდაც ქალაქში რამდენი ბარია, რამდენი კლუბია, რამდენი თავშეყრის ადგილია უფროსებისთვის, ზრდასრული ადამიანებისთვის ფაქტობრივად აი ამ მოთხოვნას პასუხობენ კომპანიები რომ შეგვიქმნა ეს გარემო, რომ ეს ადამიანის მოთხოვნილება სოციალიზდეს, მაგრამ არ არის საბავშვო გარემო, იმიტომ რომ ჯერ ერთი დაბადების დღის ცენტრები იყო ძალიან პოპულარული. დაბადების დღის ცენტრები, რომელსაც ასევე თუ დავაკვირდებით, თუ მცოდნე ბავშვების განვითარების მცოდნე სპეციალისტი ადამიანის თვალით ეს ძალიან კარგად ჩანს ამ დაბადების დღის ცენტრებშიც, როგორ არიციან ბავშვები. როგორ გგონიათ, რომ ხმამაღლა რომ მიკროფონში იყვირებ, აი ეგრე მიიქცევ ბავშვის ყურადღებას. როგორი ერთფეროვანია ყველა აქტივობა, შეჯიბრზე ორიენტირებული და მანდ არ არის ნაფიქრი იმაზე, რომ რაღაცა გარკვეული უნარები გამოუმუშაო ბავშვებს. მანდ ნაფიქრია მხოლოდ იმაზე, როგორღაც აზარტში ჩააგდო ბავშვი და როგორღაც შექმნა ხმაური და აი ეს რაღაც სადღესასწაულო გარემო და აქ არ არის გათვალისწინებული ბავშვი. დაბადების დღის ცენტრებში მშობლები უფრო ერთობიან ხოლმე ვიდრე ბავშვები ძირითადად. და ბოლო დროს წამოვიდა რაღაცა ისეთი დაბადების ძალიან თითზე ჩამოსაფრელი დაბადების დღე. თუნდაც სადაც მაგალითად 7 წლამდე ასაკის ბავშვების დაბადების დღის გარემოში არის ხელსაქმე შეყვანილი.
არის განსხვავებული გარემო, ნაკლები ხმაური, იმიტომ რომ იტყობათ, რომ ის ადამიანები, ვინც ეგ შექმნეს, იციან, რომ 7 წლამდე სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის დამატებითი სტიმულაცია ხმაური საერთოდ არ არის სასარგებლო და რაღაც შემთხვევაში იწვევს პირიქით განზიდვას და იმხელა დისკომფორტს, რომ ხო მე ვიდეოები მაქვს ნახე ხა რაღაცები რა ქვია დინოზაურის და რაღაცების ფორმით რო შედიან ბავშვებს რო ეშინიათ რა. და არაფორმალურ გარემოში დავამატებ იმას, რომ სასურველი შემთხვევა ბავშვებისთვის ხილშეწყობა როგორ წარმომიდგენია, ეს არის თუნდაც აი რეგიონებში, სოფლებში, ქალაქში რა თქმა უნდა, მაგრამ აი იქაც უნდა შევიდეს აი ეს ასე ვთქვათ, ზრუნვა ბავშვების მიმართ, რომ შეიქმნას ისეთი ცენტრები, ისეთი კლუბები, სადაც ბავშვი დაიკმაყოფილებს იმ დეფიციტს, რაც მას ბუნებრივად აქვს. ამაზე შევთანხმდით, რომ მას აქვს ეს ბუნებრივად, უბრალოდ ამის გამოცდილება თუ არ მივეცით, ეს ხშირ შემთხვევაში არ განვითარდება სწორად. და ამას მხოლოდ ოჯახი და მხოლოდ სკოლა ვერ უზრუნველყოფს, იმიტომ რომ რაღაცა სპეციალური გარემოც სჭირდება. ოჯახში შეიძლება საერთოდ არ ყავდეს თანატოლი და იქ ვერ ისწავლოს თანატოლთან ურთიერთობა. სკოლაში ყავდეს, მაგრამ ძირითადად მაინც მსმენელის როლში არიან სკოლაში. ამიტომ ბავშვი შეიძლება ხშირ შემთხვევაში ისე განვითარდეს, საერთოდ არ მოუწიოს სტუდენტობამდე, არ ვიცი, რაღაც ასაკამდე საერთოდ არ მოუწიოს და ვერ დაკმაყოფილდეს მისი სოციალური უნარები და ამიტომაც უნდა შეიქმნეს რა ესეთი გარედან ჩარევით და უფროსების უზრუნველყოფით პირველ რიგში რა თქმა უნდა სახელმწიფოს ვკიდება პასუხისმგებლობას რომ გააძლიეროს ბავშვის ზრუნვა, ისეთი გარემო შეიქმნეს ესეთი ცენტრები, ესეთი კლუბები, სადაც ბავშვებს მოუწევთ ერთმანეთთან კომუნიკაცია და იქ იქნებიან ადამიანები, რომლებიც ამას სწორად წარმართავენ. ეს ძალიან ჯანსაღ გარემოს და ძალიან ჯანსაღ ახალგაზრდობას უზრუნველყოფს, რომლებსაც სამომავლოდაც ძალიან წაადგებათ ის დაგრობილი უნარები, რასაც აი ამ გარემოში შეიძენენ და მე მყავს ერთი მეგობარი, რომელიც ცხოვრობს სოფელ შრომაში გურიაში, ცხოვრობს უშულთან ერთად, თბილისიდან იქ წავიდა სპეციალურად საცხოვრებლად და ჩემთან კომუნიკაციაც ჰქონდა და აი ნატრობს მიუხედავად იმისა, რომ არის ველური გარემო, არის სოფელი, არის აქვთ ბავშვებს ეს რაღაცა ეზოს დეფიციტი არ აქვთ. არანაირი ხელშეწყობა არ არის, რომ ამ ბავშვების კომუნიკაცია მოხდეს, გადაიკვეთონ. და მისი პროექტი იყო, მისი იდეა იყო, ასეთი რაშიც ვეხმარებოდი მეც და სამწუხაროდ არ დააფინანსეს, რომ შეექმნა ესეთი ბავშვთა დღის ცენტრი, დღის ბანაკი, რაც დავარქმევთ ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, სადაც ბავშვებს ექნებოდათ რაღაც გაწერილი დღის განრიგი, მრავალფეროვანი, ასაკის შესაფერისი აქტივობები, რომელთაც წაახალისებს შენ, რომ თავისი მოთხოვნილება, ვთქვათ, ფიზიკური მოთხოვნილება, იმ ფიზიკური თამაშებით დაიკმაყოფილონ, ამ თამაშებს თავისთავად ექნება წამახალისებელი როლი, რომ ვთქვათ, გუნდურობა შეიმუშავონ, რომ ერთად გადალახონ რაღაც დაბრკოლებები და ერთმანეთის დახმარებით და სტრატეგიულად აზროვნებით და ერთობით გაიმარჯვონ ამ თამაშში. ან ყველაფერი ემსახურება იმას, რომ გამოუმუშავდეთ ეს გუნდურობის, სოციალიზაციის უნარები. ამასთან ის ფიზიკურ უნარებსაც განივითარებს, წონასწორობა იქნება, იქ თუ სხეულის მართვა იქნება, იქ თუ ელემენტარი წრეში ბურთი რო ავიღოთ, სხვას რო არაფერი თავი დავანებოთ, იქ სწავლობ შენ როგორ სწრაფი რეაქცია როგორ გამოიმუშაო და იმოძრავ ფიზიკურ განვითარებასაც გულისხმობს, ნატიფ მოტორულ უნარების განვითარებასაც გულისხმობს, რაც უკვე ძერწვის თუ ხატვის თუ ქსოვის აქტივობების შეტანით უზრუნველყოფს და საბოლოო ჯამში ბავშვი ჰარმონიულად მხოლოდ არ შეიძლება მხოლოდ სკოლა იყოს მის დღის წესრიგში, სადაც არის მხოლოდ სმენელი და ინფორმაცია მხოლოდ შედის და სხვა უნარები შიმშილის განიცდის და არ უვითარდება. საბოლოო ჯამში ჩვენ ცოტა ისე უნდა შევხედოთ რა ბავშვს ეს არ არის მხოლოდ რაღაცა ტვინი, რომელიც უნდა გავძეწგოთ ინფორმაციით, ის არის მთლიანი სხეული, რომელსაც
ბევრი სხვა უნარის ინფორმაცია შეიძინოს, მოქნილობა ხო უნდა შეიძინოს პირველ რიგში. სჭირდება მე შენ რო თქვა სხვა აქტივობები დაიკმაყოფილებ შენს სხეულს, მე ისიც უფრო ფუნქცია. ხო, რაღაც ზოგადად რაღაც მიღებული არის, რომ ტვინის ვარჯიში არის მარტო მათემატიკა სიტყვაზე და რაღაცა ალგორითმების ამოხსნა და რაღაც რთული იმისა. რა თქმა უნდა, კარგია რა, როგორ არ არის კარგი, მაგრამ ხო. ტვის მარტო მსმენელობა არ აბზრდის. ტვის რაღაცა ისიც უნდა, რაღაცა პოზიტიური აქტივობაც უნდა. კი ბატონო, ტვის აი ზერწვაც ავითარებს ტვინის უჯრედებს. ხო, თუნდაც. სოვაც ავითარებს ტვინის უჯრედებს და ფიზიკური მოტორული უნარები ავითარებს და რო კიდევ უნდა დაგვაუწყდეს ემოციური ინტელექტი, ხო, რაზეც უმთავრესად. იმიტომ რომ ძალიან ბევრი პრობლემა უფროს ადამიანებსაც რო დავაკვირდეთ, მოდის ზუსტად აი ემოციების მე არის კიდე როცა ემოციური ინტელექტი სიტყვაზე არ აქვს ადამიანს ან ემოციური ინტელექტი აქვს, მაგრამ პოზიტიურად არ შეუძლია ინფორმაციის მიღება, ეს ინფორმაცია რამდენადაც კარგი ცოდნა არ უნდა იყოს. უბრალოდ პოზიტიურად ინფორმაციის მიღების დროს ბევრად უფრო სასარგებლოა ხოლმე ეს ინფორმაცია მე რა. თვითონ ცოდნაც ფორმალურ განათლებასაც რო შევეხოთ, ჩემი დაკვირვები თუ ამბობ რა თქმა უნდა, ფორმალური განათლების დროს რაღაცა ცოდნას რო იღებ ადამიანი რა, ამას აქვს, ანუ, როდესაც ამ ცოდნას იღებ არა როგორც ცოდნას, ანუ როგორც შეიძლება რაღაცა გასართობი გზით და არა როგორც მიღებული ფორმით, მაგრამ უფრო მარტივია ხოლმე მე მისი დამახსოვრებაც და არა მარტო დამახსოვრება გამოსაყენებელი გზების პოვნა. თამაშით სწავლა, ხო? აი ბოლო დროს კიდევ შემოდის ეს პრაქტიკა, იმიტომ რომ რეალურად ნიგნება აი ამას რომ მიაგნებ. აი მარტო ინგლისური ძალიან ბევრმა ბავშვმა სიტყვაზე გეიმინგით ისწავლა რა. გეიმინგი რომ შემოვიდა. და თამაში თუ გვახსენდება ჩვენს ბავშვობაში ძალიან კარგი ის არის ხოლმე იარაღი, რომ საკუთარი თავის გამოცდილება გამოვიყენოთ. თუ გვახსენდება ჩვენს ბავშვობაში რაიმე თამაშით მოწოდებული ინფორმაცია, ყოველთვის ჩარჩენა იცის რა, ანუ ნახე ამან როგორ მუშაობს, ტვინი უფრო მარტივად სწავლობს, შენ თუ მე მათამაშე. ხო, აი ყველაზე მარტივ მაგალითად არის ინტერაქცია რა. ხო არის ხოლმე ამ აშშ-ის მოქალაქეების იმაზე განათლებაზე ხოლმე ხუმრობები, რომ საშუალო სტატისტიკური მოქალაქეს მაღალი ინტელექტი აქვს. აშშ-ში რაღაცა მომენტში მიხვდნენ, რომ შტატების სახელები რომ ემოხსოვებინათ, ამაზე სიმღერა უნდა დაეწერათ რა და აქვთ რაღაცა სიმღერა, რომელიც სიმღერაშიც ყველა შტატს თვლიან. და ესე მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ესე დაიმახსოვრა 50 შტატი და ხო, ეს მეთოდები ანუ არის აღიარებული არის სიმღერით, ლექსით, რითმით, თამაშით, ანუ არის გარკვეული გამრავალფეროვანი ფორმალურ განათლებაზე გადავედით და ხო ინფორმაცია რომ აი ამხელა ინფორმაცია რასაც სკოლა უნდა აძლევდეს ბავშვს და ამდენი წლის და 12 წლის განმავლობაში შენ რომ გახვიდა იმ შედეგზე რომ აი ეს ამხელა დოზით ინფორმაცია ბავშვს მიაწოდო არ შეიძლება ის იყოს მხოლოდ მუდმივად მხოლოდ მსმენელის პოზიციაში ხო ვერ იქნება ეფექტური და ეფექტიანობა გვჭირდება ჩვენ ზუსტად ის გვჭირდება რომ მართლაც დავასწავლოთ ამ ბავშვს და ეხა ძალით და მუშტების და რთქმით ამას და თუნდაც მხოლოდ დისციპლინის დამყარებით ამას ვერ მოვახერხებთ ჩვენ უნდა ვცადოთ კიდე ის იარაღები რაც დატესტილია უკვე სოფლიოში დანერგილია მუშაობს აი ახლა ახსენე შენ სიმღერა ხო ანუ როგორ მივახციო იმას რომ ისწავლოს ყველა შტატი როგორ მივახციო და მოდი მოვიფიქრებ სიმღერას და ესე მივხვდა ესე უნდა მუშაობდეს მასწავლებელი და ესე უნდა მუშაობდეს განათლების სისტემა ბავშვებს როგორ მივახციო იმას რომ გაუმარტივო მას ყურადღების კონცენტრაცია 45 წუთის განმავლობაში მოდი დავყოფ ამ 45 წუთს რამდენიმე წუთებად და ვთქვათ მე თუ პირველი 10 წუთი იქნება მსმენელის პოზიციაში მე უფრო ინტერაქციულად ჩავთავ და გარკვეულ რაღაცა გათამაშებას გავაკეთებ, გამოკითხვას გავაკეთებ, განმტკიცების მიზნით რაღაცა აქტივობებს მოვიფიქრებ, რაც განმტკიცებს მას უფრო მეტად ცოდნას და ამას ძალიან კომპლექსური, ამას საერთოდ მუშაობა ჭირდება და ყურადღების მიქცევა სჭირდება, თორემ ეს რაღაცა ველოსიპედის აღმოჩენაზე არ ვლაპარაკობთ ჩვენ, ეს არის აბსოლუტურად დანერგილი, ამის არც მოძიება არის ძნელი და არც გადმონერგვა და დასწავლა არ არის ძნელი. ხო, რა თქმა უნდა. უბრალოდ მონდომება, აი სურვილი არ ჩანს ჩვენს ქვეყანაში. აი, არის ყველაზე დიდი პრობლემა ჩემთვის, რომ საერთოდ პრიორიტეტი არ არის ბავშვი ამ ქვეყანაში. ბავშვი სკოლა ზოგადად არის
ითვლება ყოველ შემთხვევაში იმ საჯარო სამსახურად. ხო, ჩვენ კერძო სკოლების ინსტიტუცია ცოტა ისე გვაქვს განვითარებული რა, იშვიათია და იმათაც ავტონომიები ძალიან შეზღუდული აქვთ. თუ სამინისტრომ სახელმწიფო არ დაუმტკიცა სიტყვაზე, მე როგორც მახსოვს, არ შეუძლიათ რაღაცა, შეიძლება კერძო და მასწავლებელმა რაღაცა შეიტანოს, მაგრამ კლას გარეშეთ. ხო და ამ სკოლების პრობლემა ისაა, რომ საჯარო სკოლებში დასაქმებულ ხალხს არ უყურებენ როგორც მასწავლებლებს, რომ ხა ეს პოლიტიკური ისაა უკვე და უყურებენ როგორც პარტაქტივს, ხა მოგეხსენება. აი, პარტაქტივად რო იყენებენ მასწავლებლებს, უკვე წარმოგვიდგენია ჩვენ მართლა როგორი რესურსი არის მათთვის მასწავლებელი და მე მქონია ხა არ ვიცი კონკრეტულად არ მინდა ბოდიში. ხო. მქონია შეხება მასწავლებლებთან, გინდა ისტორიის, გინდა მათემატიკის, გინდა ქართულის. სკოლის დამთავრების შემდეგ გულისხმობ რა, ისეთ მასწავლებლებთან მე მქონია მე შეხება, რომლებიც მათი საგნებიც არ იციან რა. ხანუ ისტორიის მასწავლებელმა რო სიტყვაზე ხა ძალიან ბანალურად რო ვთქვა. შეიძლება არაა ეგეთი აუცილებელი, მაგრამ შეიძლება დიდ გურის ბრძოლის თარიღს რო ვერ გეტყვის ხა ისტორიის მასწავლებელი რა აზია საუბარი. მაგაზე მეტად წავამწყდარ პრობლემებს, რომელიც კიდევ უფრო მასშტაბური მგონია, რომ მასწავლებელმა შეიძლება იცოდეს თავისი დარგის სპეციალისტი იყოს, მაგრამ არ იცოდეს როგორ ასწავლოს. კი როგორ არა ეგეთი შესანიშნავი მასწავლებელი მხოლოდ უფრო მასშტაბურია. თუმცა ეგეთ შემთხვევებიც არის, მაგრამ როგორ ასწავლოს ეგ არის ის მასწავლებელმა და ზუსტად სახელმწიფო პარტაქტივით იყენებს ამ რესურსს. ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ბავშვებისთვის არავის პრიორიტეტული. ალბათ არაფორმალური განათლებისთვის ფორმალური ადგილი არის ბაღი რა. ნუ მე ეგრე წარმომიდგენია. საბავშვო ბაღი არის, სადაც ადამიანმა სოციალიზაციაც უნდა ისწავლოს პატარაობიდანვე. და პლუს ამას გარკვეულ ცოდნას, გარკვეული თამაშების მეშვეობით აწვდიან ბავშვებს. აი ბაღიც რო ვთქვათ, საბავშვო ბაღები რეალურად ყველაზე უფრო მეტად კიდე პარტაქტივად იქცა რა. ხო და ნუ აქედან გამოსავალი ხა შეიძლება ბევრი იყოს, ბევრმა თქვას რომ სიტყვაზე განკერძოება, გზა, შეიძლება ბევრმა თქვას რომ საჯარო სკოლების რეფორმა. რაც არ უნდა იყოს ფაქტი არის ჯიუტი, რომ საქართველოს განათლების სისტემა არის სერიოზულ პრობლემებში რა, ჭაობში რა. საქართველოს განათლება ეხლა ჩვენ კიდე რაზეც საუბრობთ არის იმდენად მაღალი სტანდარტი რომ ხანდახან მახსენდება ხოლმე ის ყოფითი პრობლემები რაც სკოლებს და ბაღებს აქვთ და მგონია რომ ძალიან წინ ვარ გაჭრილი იმ პრობლემებს რომ ვახსენებ, რასაც ვახსენებ, იმიტომ რომ რეალურად მე თბილისში არის სკოლები, სადაც საპირფარეშო არ არის მოწესრიგებული. კიდევ ხო ცალკე კატასტროფა. თბილისში არის პრობლემები, სადაც ბავშვებს შეათ, იმიტომ რომ ანუ არ არის სკოლა ამას არ უზრუნველყოფს. საინტერესო რაღაცა გითხრა, ბოდიში რომ შეგაწყვეტინებ, მაგრამ უნდა ვთქვა. ზოგადად საპირფარეშოების რემონტს რო იწყებდნენ ხოლმე სკოლებში, ჩემ ბავშვობაშიც და მერეც. გოგოების საპირფარეშოებს არემონტებდნენ და ბიჭებისას არა. ნუ ეხა გასაგებია გოგოებს უფრო მეტი ხო, არა, უფრო მეტი ის უნდა რა, შეიძლება ჰიგიენისტაც უფრო მეტად ესაჭიროება. ნუ ხო, რა მნიშვნელობა აქვს ეხა, მაგრამ ბიჭების საფერფეროშიც არ არემონტებდნენ ხო? მიზეზი რა გქონია? მაინც დალეწავენ ხო არა? არა, მაინც დალეწავენ არა. ფულს არ იყოფდნენ რა, ბიჭს არ სჭირდებაო, ალბათ ფიქრობდნენ რა ეხა. ხო, აბა რაში მოვტეხოთ? ხული და მოდი ბიჭების საფერფეროებში მოვტეხოთ. რა უჭირსო ფიქრობდნენ რა? ხო, თორე ეხა იმისთვისაც იქნებოდა გამოყოფილი, მაგრამ აი ეს რაღაცნაირად ხო, ნუ რაღაცა ახლა გოგოსო უფრო მეტი. და ძალიან გვეჩაგრებიან ბავშვები ამ ქვეყანაში, ამას უკვე რაღაცნაირად შეგუებული არ ვარ ოღონდ რა. გავუსწორე ამ რეალობას თვალი, რომ ამ ქვეყანაში ბავშვი პრიორიტეტი არ არის. და ის უნდა შეიცვალოს ყველა ნაწილში, საზოგადოებამაც უნდა მუდმივად უშვა სიგნალები ამ მიმართულებით, მშობლებმა მუდმივად უნდა მოითხოვონ, შარშან წინ რო წამალს ვითხოვდი, პირველი რაც გადავლახე ჩემს თავში იყო სირცხვილის და დანაშაულის გრძნობა, რომ ვითხოვდი რაღაცას ჩემი შვილისთვის და პირველი ეს რაღაცა კათარზისი რომ მოხდა ჩემ თავში, ზუსტად მაშინ ვამბობდი მაგას, რომ აი თავს მომამართლებინებს სახელმწიფო იმისთვის, რომ ჩემი შვილისთვის ვითხოვ წამალს, რომელიც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ იყო. პეტრესთვის ეს წამალი, ზოგს ჰქონდა გართულებები, მაგრამ უმრავლესობისთვის ეს არ იყო სიცოცხლისთვის. მაშინ გადავიდეთ ამ თემაზეც რა. და აი ნახე, აი ამ პოზიციაში
ამ პოზიციიდან პირველ რიგში მშობლები უნდა გამოვიდეთ. პირველ რიგში სამწუხაროდ გვიწევს რომ გამოვიდეთ რა, ანუ მე უბრალოდ ვისურვებდი რომ ჩვენ მაინც დავიწყოთ მოთხოვნა იმისი, რაც ისედაც უნდა ხდებოდეს, ანუ სახელმწიფო ისედაც უნდა აპრიორიტეტებდეს ბავშვს, მაგრამ რადგან არ აპრიორიტეტებს, მოდი ჩვენ გავარღვიოთ ეს რაღაცა ჭაობი, ჩვენ გავიდეთ ავიმაღლოთ ხმა და მოვითხოვოთ ჩვენი შვილებისთვის დანაშაულის გზნობის და სირცხვილის და ზედმეტი რაღაცა მურიდების გარეშე ჩვენი შვილებისთვის საუკეთესო უსაფრთხო განმავითარებელი და მზრუნველი გარემო. რაც საერთოდ არასდროს პრიორიტეტებში არ ყოფილა ჩვენ ქვეყანაში და ეს იგრძნობა ყველგან. აი ზრდილობის გულისთვის გაკეთებულ პარკებში და რაღაც აი ყველაფერი ძალიან ზედაპირულია. ყველა ისეთივე ზედაპირულია, როგორც აი ეგ სკოლა, სადაც გოგოების საპირფარეშო გააკეთეს და ბიჭების არ გააკეთეს და ისეთივე იგივე სანახევროდ არის გაკეთებული ბავშვთა საქმეები, უგულოდ და უსულოდ, იმიტომ რომ არ არის დაპრიორიტეტებული ბავშვების კეთილდღეობა ამ ქვეყანაში, არ ზრუნავენ, ანუ განათლების სამინისტროში ვისურვებდი ისეთ ადამიანებს, რომლებიც იბრძოლებდნენ იმისთვის, რომ ბავშვებისთვის საუკეთესო რეალობა შეექმნათ და არა იმისთვის, რომ მასწავლებლების ხოცებისთვის ხმა მიეცათ და აი ესე გამოიყენებინათ მასწავლებლები და საერთოდ თბილისშიც კატასტროფული მდგომარეობაა და ეხლა მივუბრუნდები, რასაც ვამბობდი, რომ ჩვენ ეხლა ვსაუბრობთ ძალიან მაღალ სტანდარტებზე, სადაც ჩვენ გვინდა ბავშვებისთვის ყველა უნარის განვითარებაზე ზრუნვა, სანამ ისინი მიაღწევენ ზრდასრულ ასაკს. მათ ეს დეფიციტები დაიკმაყოფილონ, არა მხოლოდ თვითონ ის ფორმალური განათლებაც ეფექტური გახდეს არაფორმალური განათლების ჩართვით და ყველა მხრივ ჰარმონიულად განვითარდნენ ისინი და აქ ამაზე ვსაუბრობთ, ამაზე ვოცნებობთ და ამას ვისურვებდით და აქ გვერდით გვაქვს რეალობა, სადაც საპირფარეშოები არ არის მოწესრიგებული, კვება არ აქვთ ბავშვებს, ანუ შიბრები არიან ჯერ ხდები რა პატარა და რაღაც არის და ჯერ დასაკმაყოფილებელი, ჯერ რაზე რომელ სტანდარტებში ეხა აი ახალი მომხდარი ჯერ აჭამე და მე და ჯერ ეგეც იმაში ვარ, ანუ მინუსებში ვარ, ნოლიდანაც არ ვიწყებთ, ანუ მართლა მინუსებში ვართ ბავშვების საჭიროებების მოთხოვნების მხრივ და აუცილებლად სადღაც უნდა გავტეხოთ აი ეს დუმილი ეს რაღაცა შიგნით დაგროვილი მშობლისთვის ეს არის უდიდესი ტკივილი, მშობლისთვის ეს არის უდიდესი ტვირთი, როცა შენ თან გიწევს მისი უზრუნველყოფის გამო მუშაობა და თან მთელი ეს შენი სამუშაო პროცესის დროს გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენ შვილი არ არის ახლა ისეთ ღირსეულ გარემოში, რომელში ყოფნასაც იმსახურებს და რომელშიც ის კეთილდღეობის გარანტიები აქვს და ძალიან ბევრი მართლა მინუსებში ვართ და ამისთვის მშობლებმა უნდა დავიწყოთ, რადგან სხვები არ იწყებდნენ, სხვა გზა არ არის. არა, მშობლებმა ხო თავისთავად ეგ ყველაფერი მოთხოვნა ამ მიმართულებით. არა, ეგ ძალიან მძიმე ხარ რეგიონებში მით უმეტეს სკოლების ინფრასტრუქტურული მოწყობა კიდევ უფრო მძიმე არის, რახან ვახსენეთ ესეც უნდა ითქვას და საერთოდ რაზეა საუბარი სკოლებზე კი არა, ნუ ახლა ბათუმის ტრაგედია არის, ახლა რო უწერთ ამ ვიდეოს ახალი მომხდარი რა. 5-4 წლის ბავშვებს, რა ვიცი, ჯართის შესაგროვებლად რო უწევთ, ყინვაში კონცეპტით გასვლა. ზუსტად იგივე, არც ნაფიქრიც არ არის. ანუ მათ გონებაში, მათ პასუხისმგებლობაში ბავშვი არ ჭაჭანებს. ჩემამდე არ დადის უბრალოდ როგორ შეუძლიათ შვიდად იჭდნენ. და მეორე ზოგადად პასუხისმგებლობა და მართლა ვეთანხმები იმას, რომ ის ვაკის პარკის ტრაგედია რომ შერჩათ და ბევრი კიდე მე არ მიყვარს ხოლმე ბუდიში შეგაწყვეტინებ, მე არ მიყვარს ხოლმე მაგამბების დაწყება მაქიდან. ესე ამათი ნუ პოლიტიკური ის უფრო არის განცხადება ამ შემთხვევაში განათლებასთან ნაკლები კავშირი აქვს, მაგრამ ამათი ამბავი იწყება რაფალიანცის მკვლელობით. კი ბატონო. თავიდან გიჟივით რო პირდებოდნენ ამის გამო მანამდე რომ არა იღეს მე ნახე ან შენ რო დანაშაულს ჩადიხარ და იმაზე პასუხს არ აგებ და ძვრები პასუხისმგებლობის გარეშე. მე აი ამას იმეორებ ავტომატურად. იგივე იმიტომ რომ არ აქვთ მათ სხვა შემაკავებელი შინაგანი მუხრუჭი არ აქვთ. გარედან უნდა მოხდეს ეს და გარედან რო ვერ მოხდა და შერჩათ მართლა შერჩათ სუსტად
ნიშნავს იმას, რომ მათ პასუხი არავის არ უგია. პასუხისმგებლობა არავის არ უღია. ეს იყო რაღაც ტრაფარეტულად გაკეთებული ერთ-ერთი მსხვერპლი საერთოდ ხო, ნუ აი ავდგეთ ახლა ვაკის პარკის ტრაგედია რო ვთქვა ვაკის პარკის ტრაგედია გამოუშვეს ხო უკვე ეს ადამიანი. უკვე გამოუშვეს ჯერ ერთი და მეორეც ის არ იყო რეალურად არ იყო პასუხისმგებელი პირი. ხო, ის იყო რაღაც მსხვერპლად შეწირული ადამიანი და რეალურად რომ მათ პასუხისმგებლობები არ აუღიათ ამ დანაშაულებზე, ეს მერე უკვე გაუჯდათ და მოდუნდა მათი ეს რაღაცა პასუხისმგებლობის უნარი და რა თქმა უნდა აქ უნდა აღნიშნოთ ის რომ მათ პრიორიტეტებში არ არის ბავშვების კეთილდღეობა და ბავშვების უსაფრთხოება ზუსტად ამიტომაც არავის არ უფიქრია იქ ამ პროცესების დროს რომ ეს უსაფრთხოდ დატოვებული ადგილი საფრთხის შემცველი ადგილი რას გამოიწვევდა ხო ანუ ბავშვებზე არ იყო საერთოდ ნაფიქრი და ალბათ არც ბავშვი არ დიდი შეიძლებოდა ამას ეროვნული მენტალიტეტი არის და სულ მახსენდება ის ძალიან ახალბედა დედა რომ ვიყავი და ძალიან კარგი მაგალითია ჩემთვის მთელი ცხოვრება ეს იმიტომ რომ სადღაც რომელიღაც უბანში ვცხოვრობ ყავს ორი პატარა შვილი ჯერჯერობით მაშინ ორი მყავდა ორი პატარა შვილი და მინდა რომ ამ ბავშვებს გარდა იმისა რომ ბინაში სათამაშოებით ვათამაშებ გქონდეთ აი ზუსტად სოციალური სივრცე ეზოში სადაც თანატოლებთან ერთად ითამაშებენ და ეზო არის აბსოლუტურად მოასფალტებული და პარკინგად გადაკეთებული არის რაღაცა პატარა სივრცე სადაც შეიძლება რომ მიწა ჩიჩქნონ ბავშვებმა და ირბინონ და ვითხოვდი იმას რომ გვეკეთებინა ქვიშის მოედანი და ამ ეზოში იყო უამრავი ახალგაზრდა ბიჭი ძირითადად რომლებიც არ იყვნენ დასაქმებულები და დიდ დროს ატარებდნენ უბანში რომლებიც ყოველ მეორე სადღეგრძელოში ამბობდნენ ბავშვების ჯანმრთელობასაც და ყველაფერს და რამდენიმე წლის განმავლობაში ვეხვეწებოდი მათ რომ გაეკეთებინათ ქვიშის მოედანი რომელსაც მე ჩემი რესურსით ვერ ვეკეთებ მათთვის მარტივი იქნებოდა ეს არაფერში არ იგრძნობოდა ბავშვის კეთილდღეობაზე ზრუნვა იმ პატარა მიკრო სამყაროში რაც ახლა მე აგიღწევ და ეგ არის საზოგადოება ეგ არის საზოგადოება რა ანუ მანდაც არ არის გათვალისწინებული საერთოდ ბავშვი არ ჭაჭანებს არსად არაფერში არ არის გათვალისწინებული რა და ამიტომ ჩვენ გვაქვს ჯერ კიდე საბჭოთა მიდგომები თავარია 10 რა გაიკეთოს გეგმიუხრი და თავარია შიერი არ იყოს მაგრამ აი ეგეც არა შიერი არ იყოს რეალურად სად არის ეგ ანუ ჩვენ რაღაც სტატისტიკები ხო დაიდო ყოველი მესამე ბავშვი სკოლაში შიმშილ და მაგას ვამბობ რომ ეგეც კი ვერ სრულდება იმიტომ რომ ნუ ეხა ამიტომ ვართ მინუსი ჯერ სკოლის კაფეტერიებში ჭამა რამდენად არის ვაინო მე სასარგებლო ეს კიდე ცალკე საკითხია მეტნაკლებად კი შევიხეთ ჯანდაცვას, მაგრამ უფრო დეტალებში ჩავიდეთ რაღაცაგან თუმცა შენ გაქვს პირადი გამოცდილება როგორც უკვე ახსენე. ჯანდაცვის პირველ რიგში ვთქვათ ბავშვებზე, ანუ რამდენად ანიჭებენ, ნუ ახლა რო ანიჭებენ საალსახად პრიორიტეტს და მე უკვე ზოგადად ჯანდაცვაზე, იმიტომ რომ ძამძიმე სიტუაცია ამ ხრივაც. შენი პირადი გამოცდილებით რო დავიწყოთ მაშინ. ხო, მე ჯანდაცვაში შეხედელი ვარ როგორც მშობელი, რომელსაც 3 შვილი ყავს და ანუ სხვა გამოწვევების მიხედვით მოუწევდა აუცილებლად გადაკვეთა მაგ სისტემასთან. პირველი ჩემი პრობლემები დაიწყო მაშინ, როდესაც გავაჩინე შვილი, რომელსაც ჰქონდა იშვიათი დიაგნოზი, აქონდროპლაზია და მაშინ რა პრობლემებსაც წავაწყდი, ეს იყო პედიატრების არაკომპეტენტური დამოკიდებულება, რადგან პედიატრებისთვის პირიქით მიწევდა მეცნობიერების ამაღლება Google-ში წაკითხული ინფორმაციების დაყრდნობით ამ სინდრომის შესახებ, რადგან მათ არ იცოდნენ კარგად, ეს იყო იშვიათი დიაგნოზი, მაგრამ და დიდი მნიშვნელობა საბოლოო ჯამში მივაგენი იმ ერთ პედიატრს, რომელიც კარგად დამაკვალიანებდა. ის აი როგორც მშობელს მიწევდა მეთქი რომ ვამბობ, აქ ყველაზე მთავარი ჩემთვის იყო არა გარკვეულწილად რაღაცა არ ცოდნა იშვიათი დიაგნოზის გარკვეული სიმპტომების შესახებ და ამოცნობის შესახებ, არამედ გულგრილობა, რასაც
რასაც გრძნობდი სახელმწიფოს მხრიდან და ეს გულგრილობა გამოიხატებოდა იმაში, რომ არ არსებობდა არანაირი ჩანაწერი აქონდროპლაზიის შესახებ. პროტოკოლი არ არსებობდა საერთოდ. მე რო გავაჩინე პეტრე 10 წლის წინ, პროტოკოლი არ არსებობდა. პროტოკოლი რას ნიშნავს? ანუ იქ უნდა იყოს რაღაცა შემუშავებული გეგმა, როგორ მოქმედებთ ამ დიაგნოზის მქონე ბავშვების დახმარებაში, ხო? რა სჭირდებათ? შობელს მინიმუმ შობელს როგორ უნდა მიაწოდო ინფორმაცია ამაზე? ყველაფერს მოიცავს, ხო, ეს არის რაღაცა დოკუმენტი, რომლითაც ხელმძღვანელობენ მერე უკვე პედიატრები. პროტოკოლი არ არსებობდა. ყველაფერი საკუთარი სახსრებით და არა მხოლოდ ტექნიკურად, არამედ მორალურადაც მე ვიყავი აბსოლუტურად მარტო. მორალურად მარტო ყოფნა ესეც დროს არის ძალიან საშიში, იმიტომ რომ ისედაც პოსტსამშობიარო ტრავმა აქვს ყველა დედას და კიდე როდესაც რაღაცა უცნობს ეჯახები, რომელზე ინფორმაციაც შენ თვითონ უნდა მოიძიო, იმიტომ რომ პედიატრებმა არ იციან. შენ თვითონ უნდა მოიძიო, მე შენ თვითონ უნდა გაუმკლავდე და გამოსავალიც შენ თვითონ უნდა ნახო და შენ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც შენ თვითონ უნდა იმუშაო, ბავშვშიც ცალკე შენ თვითონ უნდა იმუშაო. სრულიად მარტო ვიყავი და ეს გულგრილობა და ამაში გამოიხატება, რომ ვერსად ვერაფერი ვერ ვნახე და ის პედიატრი მეთქი, რომელიც ვიპოვე საბოლოო ჯამში კერძო კლინიკაში და ვიხდიდი ძალიან ძვირს იმისთვის, რომ იმ პედიატრთან მივსულიყავი, რომელმაც იცოდა უბრალოდ გაგონილი ქონდა აქონდროპლაზიაზე, სხვა არაფერი არ იცოდა. ის პედიატრიც კი ინგლისურად მაწვდი და მასალებს მისთვისაც კი არ იყო ხელმისაწვდომი ქართული მასალები რა. და ეს ყველაფერი თავის მხრივ იმის ბრალი იყო, რომ ჯანდაცვის სამინისტროს არ ქონდა შექმნილი პროტოკოლი ამ დიაგნოზს. საერთოდ არ ხედავდა და არ განიხილავდა ამ დიაგნოზს. ეს პროტოკოლი შეიქმნა ჩვენი აქციების შემდეგ და ჩვენი ქუჩაში დგომის ხარჯზე. იქ რეები გამოვიარეთ, ამაზე აღარ დავწვრილმანდები, მაგრამ ძირითადად იყო აქაც გულგრილობა. სანამ აქციებს დავიწყებდით 1 წლის და წლიანახევრის განმავლობაში ჩვენ ვიყავით მუდმივად კომუნიკაციაზე ჯანდაცვის სამინისტროსთან და ვაწვდით ინფორმაციას, რომ არ იქა დაამტკიცეს წამალი. პროტოკოლი არ გაქვთ, პედიატრები არ ყავთ, არ ყავთ. ყველაფერი ჩვენ თვითონ გავაკეთეთ, აქ ვიყავით უკვე გამოცდილი, თვითონ უკვე გამოცდილი დედა ვიყავი 8 წელი პეტრე მყავდა და მის ჰარმონიულ განვითარებაზე ვზრუნავდი და არაფერს არ მოვითხოვდი მანამდე სახელმწიფოსგან, უბრალოდ ეს რევოლუციური წამალი მართლა ობიექტურად როცა დაამტკიცეს, აი აქ უკვე ჩვენ გადავდგით ნაბიჯები და დავიწყეთ კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან, იმიტომ რომ ეს ერთი ოჯახისთვის შეუძლებელი იყო, ახალი წამალია, წარმოიდგინე ახლა ერთადერთი წამალი იშვიათ დაავადებს, არ არსებობს სხვა წამალი. არსებობს, მაგრამ კვლევაშია და ეს არის ერთადერთი ლიცენზირებული წამალი. ბავშვის, რომელიც ზრდასთან ერთად 16 წლამდე აქვს შანსი, რომ აკრიფოს გარკვეული პროგრესი და დროში ხარ შეზღუდული. და დავაკონკრეტებ, რომ კიდურები აქვთ მოკლე, ტორსთან შედარებით, ტორსი ნორმალური, კიდურები მოკლე, თავის გარშემოწერილობა დიდი და ეს არაპროპორციული სხეული იწვევს თავის მხრივ ძალიან ბევრ პრობლემას ჯანმრთელობის. ყველაფრისთვის მზად ვიყავი მანამდე. იმისთვისაც მზად ვიყავი, რომ პლასტიკური ოპერაცია გამეკეთებინა ფეხების გამრუდებული ფეხების გასწორებაზე, იმიტომ რომ ეს ჭირდებათ. ყველაფრისთვის მზად ვიყავი, რომ საკუთარი სახსრებით გამეკეთებინა, ცურვაზე, მასაჟებზე, ყველაფერზე საკუთარი სახსრებით დაგმყავდა ყველა მშობელს. და აქ სრული იგნორი იყო მანამდე ჯანდაცვის მხრიდან და აი აქ უკვე როცა ეს რევოლუციური წამალი გამოიგონეს, რომელიც გეუბნება, რომ ხელფეხს ბუნებრივად გაგიზრდი არაჯანსაღი გზით კი, არა როგორც არის რკინების ჩადგმა და ხელფეხის ესე არაბუნებრივად. ანუ ხტილს და ბუნებრივობას სტიმულაციასაც ვსაუბრობ. აი აქ უკვე ჩვენ დავეკონტაქტეთ ჯანდაცვას და მოგვიწია უკვე მათთან კომუნიკაცია. 1 წლის განმავლობაში ეს იყო წერილობითი კომუნიკაცია და ძირითადად მათი მხრიდან დაგვიანებული კომუნიკაცია და ძირითადად კულუარული ინფორმაცია, რომ აი იმის ბიძაშვილი არის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ნაცნობი და მოდი იმის საშუალებით გავიგებ, ჩვენ რო წერილი გავაგზავნეთ, მაგაზე რას ფიქრობენ? და აი რაღაცა მე იმან უთხრა იმას და იმან გადასცა
ნაცნობ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, რომელმაც ეს წერილი ცოტა ყურადღებით წაიკითხა და პასუხი მოგვწერა და აი რა მაგარია, მე მგონი განიხილავენ. საბოლოო ჯამში ხა ძალიან მოკლედ რომ მოვყვე. ნოემბერში უნდა დაემტკიცებინათ შემდეგი წლის ბიუჯეტი. წამალი უკვე 1 წელია ჩაშვებულია. ჩვენ ვითხოვთ რომ ეს წამალი გაითვალისწინოთ ახალი წლის ბიუჯეტში და ნოემბერში ეს უნდა დადგეს ეს მომენტი და დაიწყო მოკლედ და დასრულდა ეს ბიუჯეტის განხილვა და ჩვენ ბუნებრივია გვაინტერესებს განიხილავენ ამ წამლის ბიუჯეტს თუ არა და მთელი ზამთარი ესე გავიდა რომ არც კი გითხრეს და არც არა გითხრეს. ანუ გათვალისწინებული იყო თუ არა კი? პასუხიც კი არ გვაღირსეს რა. აი ესეც ძალიან დიდი გულგრილობაა და ძალიან დიდი შეურაცხყოფა არის და ნუ მე დავიწყეთ უკვე რადიკალური ზომების მიღება და მოთხოვნა. საბოლოო ჯამში მე წავაწყდით ძალიან დიდ პროცესს პროპაგანდას და ძალიან დიდ ბრძოლას რადიკალურად განწყობილ მშობლებად მოგვიხსენიეს და სინამდვილეში სანამ ჩვენ რადიკალურ ზომებს მიმართავდით, მანამდე ყველა შიდა ცდილობა აბსოლუტურად გამოვლილი გქონდა და დიდი გზა გამოვლილი გქონდა და საბოლოო ჯამში რადგანაც ვერც გაგვაშავეს ვერც სიმართლე იყო მათ სისტემისთვის ალბათ ყველაზე რთულად გასაშავებელი მაინც მშობელია რომელიც ბავშვის უფლებების გაშავებას და ჩვენსაც აპირებდნენ ნაციონალები მართავენ იყენებენ ამ საწყალ მშობლებს კარგი მშობლები არიან ცუც ვერ იტყოდნენ მაგრამ მათ იყენებენ საბოლოო ჯამში სიმართლე ძალიან სწორად დაუპირისპირეთ და ძალიან დიდი დოზით იყო ძალიან ცალსახად იყო სიმართლე ჩვენ მხარეს და აი ამ პროტესტების დასასრულს დაიწყეს უკვე იმ პროტოკოლის შემუშავება და ეხლა აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებს აქვთ სუმცირე პროტოკოლი და უფრო მეტიც ეს წამალიც აქვთ და იღებენ კიდევაც. ამისთვის ძალიან დიდი ბრძოლა დაგჭირდა და შენ წარმოიდგინე ეგეთივე გულგრილობას აწყდება ყველა მშობელი, რომელსაც აქვს გარკვეული გამოწვევები და პრობლემები თავისი შვილის ჯანმრთელობაზე. ჯანდაცვის ყველაზე დიდი პრობლემა რეალურად ეგ არის, საყოველთაო ჯანდაცვის რო ითხოვდნენ, ნუ ეს სერგეენკოს მინისტრობის პერიოდში მიღებული რეფორმა, გატარებული რეფორმა, მე ზოგადად არ მესმის ამ საყოველთაო ჯანდაცვის იდეა, იმიტომ რომ აი სიტყვაზე რა აზრი აქვს, შენ ყველას უფინანსებდე რაღაცა 20-30 ლარიან კვლევებს რა, ხო, უფასო და აი სიტყვაზე სისხლის საერთო ანალიზი, ისა ეს ჯერ ერთი ეს ძალიან დიდ ბიუროკრატიულ კორუფციას ქმნის, აი სიტყვაზე ექიმთან შეიძლება მიხვიდე, საერთოდ არ გჭირდებოდეს სისხლის საერთო ანალიზი, მაგრამ უფასოა და მოდი ბარემ გაიგეთე რა, ამას ქმნის. და მე კიდე აქ არის რეალურად რა იმ 20-30 ლარიან გამოკვლევას ადამიანით როგორღაც თავისი ხარჯებითაც შეძლებს რომ ჩაიტაროს. ამას ბევრად ჯობია სიტყვაზე ისეთი ძვირიანი ოპერაციები და ისეთი ძვირიანი მკურნალობის კურსები დააფინანსო, რომლებიც შეიძლება 10,000-ობით ლარი ან დოლარი იღებს, უცხოეთში ტარდება თუნდაც. და სიცოცხლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ან სიცოცხლისთვის, ან ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. აბსოლუტურად ხო, ჩემთვის 30 და 40 ლარი არაფერი არ არის რა, ანუ მე არა, ვიღაცისთვის შეიძლება არის, მაგრამ და მირჩევნია რომ და ესეთი რაღაცა გარკვეული რაოდენობა ვართ ადამიანებისა რა და ხო ჯობია ეს რაღაცა არ არის ჩემი კომპეტენცია მაგაზე ლაპარაკი, მაგრამ მაინც ვფიქრობ ესე რომ რაღაც თუნდაც 60%-ისთვის თუ 30-40 ლარი არ არის საერთოდ გადამწყვეტი და თავისუფლად შეგვიძლია რომ გადავიხადოთ, რატო არ გვეძლება საშუალება ჩვენ ეს თანხა გადავიხადოთ თქვათ და თავის მხრივ ეს თანხა მოხმარდეს. ხო, ძვირიანი ისეთ საჭიროებებზე წავიდეს, რომელსაც ადამიანები საკუთარი ჯიბით და საკუთარი საშუალებით. ყველაზე ის აი ხაღარ მახსოვს ზუსტად. და აი რაღაცა გარკვეულ ჯგუფს, რომლისთვისაც ეს 30 ლარიც არის ბარიერი და არის რთული მოსაყვებელი, მათ დაუფინანსონ, ანუ არც სელექციური უნდა იყოს. სელექციური უნდა იყოს ცალსახად, ხო. საყოველთაო ჯანდაცვის იდეა ზოგადად სოციალისტურად პრავდება ჟარგონულად რო ვთქვა რა. სოციალისტური იდეა დგა. მე არ მგონია სოციალისტური, ყველაზე არასოციალისტური იდეაა, ალბათ ბიძინევანიშვილსაც რო საყოველთაო ჯანდაცვა აქვს და იმასაც ეგეთი პარადოქსი იქმნება და ხო, ნუ ვიღაცა რიგით მოხდს, ნუ სისულელი არა. პენსიაც იგივე არის, საყოველთაო პენსიაც. გაფლანგული ფულია რა, ეგ ფული შეიძლება მოხმარდეს მაგრამ ხო, რა თქმა უნდა.
ვიცი, იმდენი საჭიროება არის სიმსივნეთ და აი ონკოპაციენტები მგონი საწყის ეტაპზე არ ფინანსდება. ონკოპაციენტებს აქვს რაღაც ისეთი სირთულეები, რომ მე შემიძლია დაგაკავშირო მაგაში კარგად ჩახედულ ადამიანს, რომელიც თვითონაც ონკოპაციენტი იყო, რა თქმა უნდა, ვერ მიაღწია. რა თქმა უნდა, ანუ განიკურნა, მაგრამ განიკურნა მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ოჯახის ძალისხმევის წყალობით რა და ძალიან კარგად არის ჩახედული, ძალიან კარგად იცის შიგნით როგორი კორუფციული სისტემაა, თითქოს რომ აფინანსებენ და სინამდვილეში რომ ონკოპაციენტებისთვის რა არის მნიშვნელოვანი, მე ძალიან საინტერესო იქნება თუ მოიწვა მართლა დაგაკავშირებ ონკოპაციენტებისთვის თითოეული წუთი მნიშვნელოვანია. ანუ ხვალ ზეგ გაკეთებული შეიძლება უკვე გვიანი იყოს და ხვალ უნდა გაიკეთოს და ეს დაფინანსება თითქოს წელიწადში რაღაც განსაზღვრული დაფინანსება აქვს თვითონ ონკოპაციენტს. არის ისე არის გამოყოფილი თითოეული პაციენტისთვის, რომ შენ რო პაციენტი ხარ, გირჩევნია შენ თვითონ გადაიხადო და ხვალ შეიძინო ის წამალი, ვიდრე სახელმწიფოს დახმარებით ისარგებლო, იმიტომ რომ ის ისე გაგიწელავს დროში, რომ შენთვის უკვე დაგვიანებულია. აი ესეც აბსურდში არის. საბოლოო ჯამში ის რა თქვათ, რაღაცა 30000 ლარი წელიწადში სიტყვაზე პირობითად ერთი პაციენტისთვის საბოლოო ჯამში იმას მაინც ოჯახი იხდის, იმიტომ რომ არ ელოდება სახელმწიფოს, იმიტომ რომ მისთვის დამღუპველი იქნება ის ლოდინი. და ეს არის აბსოლუტურად ფორმალური და არაფერში არ იყენებენ რა, ეს ვერ იყენებენ ეს ონკოპაციენტები და უბრალოდ აი ეს ფურცელზე არის დაწერილი, რომ თითქოს ვეხმარებით და სინამდვილეში ხუპავ, იმიტომ რომ დროს აკამბინებ. ან ყავს ძლიერი ოჯახი, რომელიც ამას დაუჩქარებს, ან დაღუპვისკენ მიგწევს. ყველაზე ის არის, რომ აი ვერ ვხვდები აზრს, ბიუროკრატულად რატო უნდა იყოს ეს გაწელილი პროცესი, იმიტომ რომ წარმოიდგინე ხა გაქვს საბუთი რომ ონკოპაციენტი ხარ, ანუ გაქვს რაღაცა ონკოლოგიური დაავადება. ამ საბუთს ანახებ, მე ესენი რას განიხილავენ? ანუ დროში რომ იწელება ვერ ვხვდები აზრს, როგორ იწელება უბრალოდ რა. აი ამას უფრო დაწვრილები დეტალურად. ხო. ეს ჩემი მეგობარი, რომელიც ამაში კარგად შეხედულია, უფრო გაგცემდა პასუხს, მე კი კარგად არ ვიცი, მაგრამ ხვდები თვითონ სისტემა როგორ მუშაობს. არა, ხო, სისტემა როგორ მუშაობს, უბრალოდ აზრს ვერ ხვდები. აზრი ეგ არის, რომ დაიძებოს ალბათ ფული. ანუ საბოლოო ჯამში მაქამდე მივდივარ რა, ანუ შენ თუ ისეთ მდგომარეობაში აყენებ ონკოპაციენტს, რომ შენი დახმარების ნაცვლად შენი დახმარება მისთვის დამღუპველია და რომ დაგელოდოს შეიძლება დაიღუპოს, ანუ რისკის ქვეშ იყენებს თავის ცხოვრებას. საინტერესო რა არის, იცი? არის რაღაცა ურჩევნია რომ თავისი ბინა გაყიდოს და გადარჩეს, ვიდრე შენს დახმარებას დაელოდოს. ესე იგი შენ რაღაცა ისეთ ბარიერს ქმნი, ან გამოძრავებს ის მიზანი, რომ შენთვის დაიტოვოს საბოლოო ჯამში ეგ ფული, ან უტვინო ხარ უბრალოდ და გულგრილობის გამო შეიძლება მანდ იყოს ვიზეზი კი. ვერ მიხვდი რომ დამღუპველია შენი საინტერესო არის რომ რაღაცა დარგები არის მედიცინაში საქართველოში, რომელიც მე კარგი სპეციალისტები გვყავს რა. არის რაღაცა დარგები აქ ოპერაციის გასაკეთებლად გადმოდიან გარკვეული ქვეყნებიდან, იკეთებენ ოღონდ აქ არჩევიან, მე მიდიან რა ეგრევე და თავს სვალანუულიან ხოლმე. იმიტომ რომ ნუ ეხლა ისე რა ქვია თვითონ მოვლის პროცედურებზე. ხო და ანუ აქვს პოტენციალი ზოგადად ამ მედიცინო სექტორს საქართველოში რომ განვითარდეს. სამედიცინო სექტორსაც ბავშვის განვითარების და განათლების და ჯანდაცვის სფეროს ინტელექტუალური რესურსი არსებობს ამის უზარმაზარი. ერთადერთი რაც ამ ყველაფერში ხელს გვიშლის არის გულგრილობა. ხო, კი. აი ამ გულგრილობას უნდა ვებრძოლოთ პირველ რიგში და მე ყველაფერი შესაძლებელია აბსოლუტურად. პოლიტიკური ნების არსებობაც არის ეგ ყველაფერი და არა, ნუ ზოგადად გულგრილობა პოლიტიკურ თუნდაც ხო, ანუ საზოგადოების და პოლიტიკური გულგრილობა. ორივე და ეგ ნება გაჩნდება მაშინ, როცა ამ გულგრილობას შევებრძოლებით და დავამარცხებთ რა, როგორღაც ეს უნდა გავხედოთ ჩვენი თითოეულის მიზანი. კაი, მაშინ მოკლედ შევეხოთ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსაც რა. და ემპათიაზე რომ საუბრობდით წეგან და ჯანდაცვის სისტემაზე, კარგად ჩანს, რომ აი საზოგადოებაში იმდენად არ არის ემპათია, რომ ქალი 37 დღეა დღეის მოცემულობით
ამ ვიდეოს ჩაწერის დროსაც შიმშილობს და არიან კიდე საზოგადოებაში ისეთი სუბიექტები, რომლებიც ამას უყურებენ აგდებულად რა, სასაცილოდ. ზუსტად და პლუს ამას ბუდიში ბათუმის ტრაგედიის პარალელურად იქით კონცერტები ტარდებოდა და რაღაცები და მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ეხა მართლა ყველაფერს ვუყურებ ცოტა დადებით ჭრილში, ოღონდ იმედია ეს გადაჭარბებული და არაადეკვატური რად არ ჟღერს, მაგრამ რას გულისხმობ ხა გეტყვი რა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან დიდი ილუსტრაცია, რაც ხდება ყველაფერი. ძალიან ცოცხალი პროცესი არის და ამ პროცესს აბსოლუტურად მთელი სხეულით განვიცდი, რაშიც ვართ და მზიას ჩემგან უდიდესი სიყვარული და უდიდესი როგორ გრძნობ მის განცდებს, იც რომ რაღაცნაირად ზუსტად მაგას აკეთებს ეს ქალი, რომ ამ სარკეში ჩაგვახედოს რა და ძალიან მწყინს, რომ მან გადაწყვიტა ეს გზა, იმიტომ რომ მართლა გონია, რომ ფაქტობრივად წირავს თავის ცხოვრებას, წირავს იმისთვის, რომ ჩვენ ეს სარკეში ჩავიხედოთ და გამოუფხიზლდეთ. ამისთვის წირავს და ოპტიმისტურად ვარ განწყობილი არ ნიშნავს იმას, რომ ამ ყველაფერს არ განვიცდი და ეს არ არის ჩემთვის ტრაგედია. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ნიშნავს გულისხმობ ამაში იმას, რომ ამ გამოფხიზლების გზაზე რო ვართ ამას განვიცდი და მინდა რომ მართლა შეჯანჯღარება, რასაც ემსახურება ეს პროტესტი მთლიანად თავისი ყველა რგოლით, ამ შეჯანჯღარებამ გამოიღოს თავისი შედეგი და ასევე რო არ თქვა შემიძლია აი ემპათიაზე რა ხან საუბრობთ. ჩვენ გვაქვს ფაქტი, რომ დევნილმა ზამირ გოგესკირმა თავი დაიწყო. დევნილმა თავი დაიწყო, წარმოიდგინე და ჩემი მეგობრის სტატუსი შემხვდა და ის ზუსტად ერთ-ერთში აღწერა და ერთ-ერთში სწორი შედარება გააკეთა. კუბორო დაწვეს გახსოვს რამხელა ამბავი ატყდა, ადამიანებმა რაღაცა ხის 4 ფიცარი დაწვეს და მაგაზე ატეხეს დრამა და ამაგაზე აწიეს ამბავი, რომ თელისოც ქსელები გადავსებული იყო კი. თავს და ადამიანმა თავი დაიწვა, იმიტომ რომ მისი ხმა ვერ გააგონა ვერავის და ამაზე მე ეგეთი ხმა ხო, იმიტომ რომ ამათვის რაღაცა ეს ფარისეულობაც ჩვენი სარკეა, ეს ყველაფერი ჩვენი სარკეა რა, ძალიან სამწუხაროდ, ძალიან ტრაგიკულია ამ სარკეში ჩახედვა, ძალიან ტრაგიკულია, მაგრამ მე მირჩენია სარკეში ჩავიხედოთ, ვიდრე ვიყოთ სირაქლემის პოზიციაში, ამიტომ ჩემთვის აი ნებისმიერი აი ესეთი ილუსტრაცია ჩვენი მდგომარეობის და არ გაჩერება რის შესაბამისადაც ვიღებთ ყოველდღიურად აი ამ შედეგებს, ნებისმიერ შემთხვევაში ოპტიმიზმის საფუძველია, იმიტომ რომ ჩემთვის ახლა ნახე როგორ რატო ვარკევან ყოველფერს პოზიტიურ ჭრილში წარმოვაჩენ თითქოს მართლა რა, იმიტომ რომ თავიდან მომბრო ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ეხლაც რაღაცა იმედიანად ვარ განწყობილი და ეს იმას არ ნიშნავს, რომ აი საშილოდ არ განვიცდი იმ ტრაგედიებს, რაცაც ყოველდღე ვეჩეხებით. უბრალოდ სირაქლემას პოზიციას მირჩევნია, რომ აი სარკეში ვიყუროთ და დავინახოთ სად ვართ და რა ვართ რეალურად. ამიტომაც ძალიან რთულ პროცესებს გავდივართ, მაგრამ არ უნდა გავჩერდე და აი მოქმედებაში აუცილებლად დავინახავთ ნელ-ნელა ყველა დაინახოს თავის თავს და ნელ-ნელა ჩამოიშლება ეს ფარისეულობის შემორჩენილი რაღაცა ისე რა, ყველაფერი უნდა ჩამოიშალოს ნელ-ნელა აი ამ ხილებით, აი ამ ილუსტრაციის და აი ამ ყველაფერზე თავის სახელის დარქმევით უნდა ჩამოიშალოს აი ეს რაღაცა ფარსები რა, რაშიც ხო არა, ამბითოთ ეს ამ საზოგადოების მაგნაწილში ძალიან მკვეთრად ვხედავთ, რომ ეს რეალურად მორწმუნეები კი კერპთაყვანის მცევნები არიან რა. რაღაცებს აკერპებენ და ადამიანის
მე მგონია რომ მაინც გამართლებებს ეძებენ, მე მგონია რომ მაინც არის მოტყუებული. კი, მაგრამ იმას ვამბობ, რომ ამ შემთხვევაში გარდა იმისა, რომ თავის მორალური გამართლება უნდათ იმისთვის, რომ სიტყვაზე გარკვეული ბენეფიტები მიიღონ, ხა ჩვენ ვნახეთ ბათუმის ტრაგედიას შევეხო კიდე, როგორ ჟურნალისტებს როგორ ექცეოდნენ და რა იმითი რა ლექსიკით ებრძოდნენ, ეჩხუბებოდნენ. და მე გამოჩნდა რა მოტივები ამოძრავებდა ამ ადამიანებს. ხო და აქ არის ეგეთი სიტუაცია, აი რაც შეეხება თვითონ ამ კუბოს დაწვას და ამას, აი ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა რო უყენიათ გარკვეული 4 ხო 4 იქნება თუ 5 ფიცარი რა მნიშვნელობა აქვს, ეგ მიუთითებს იმას კაკრას რომ არის კერპთაყვანის მცემლობა რა ეს ყველაფერი და არა რეალური რწმენა. თუნდაც. იმიტომ რომ თვითონ იესო არის იდეურად ინდივიდის კულტის, ანუ ადამიანი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანობაში. ზუსტად მაგას ანგრევს და მე ყველაფერი სხვა. და თუ ისუ მახსოვს ბავშვობიდან მახსოვს ეს კადრები ეკლესიის ეკლესიის ეზოში რომ ვაჭრობა მიდიოდა და ეს რო აუნგრია მთელი. ხო, თუნდაც იესომდე იყო. ფარისევლებს ამხელს და მისი გზა მთლიანად არის რაღაცა უწფელობაზე და ადამიანობაზე დაფუძნებული და მართლა ქრისტიანული თუ რაღაცა თუ რამე არის ზუსტად ადამიანი არის და არა ფიცრები და სიმბოლოები რა. ხო, ეგ ზოგადად ეგრე იყო. იესომდე ეს სარწმუნოება ზოგადად როგორც სოციუმს ისე უყურებდა რა საზოგადოებას. იესომ შემოიტანა ეგ ინდივიდი და ინდივიდის მერე ის სოციუმი რომელშიც ის ცხოვრობს. მოკლედ ეგეთი ამბებია. მეტნაკლებად ამ თემასაც შევეხეთ ესე იგი და მადლობა მაგუნა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის. დიდი მადლობა და მე მჯერა რომ გავიმარჯვებთ იმ ბრძოლაში რომელშიც ახლა ჩვენ ავართ აუცილებლად. ძალიან დიდი შედეგები გვაქვს. ხო, არ მგონია თან შორეული მომავალი რო იყოს არც ის მგონია. თავარი ეგ არის რომ უკვე გვაქვს დიდი შედეგები, იმიტომ საზოგადოება ვიზრდებით ყოველდღიურად. კი, თუნდაც. აი ამაში აი გუშინაც ყოველ დღე რაღაცა ისეთი ხდება, რაც საზოგადოებას ზრდით. გუშინდელ ამბით დავასრულებ. გუშინ იყო ესეთი სიტუაცია, რომ ჯერ იმას აღარ ვახსენებ, ფილარმონიაში უმორი ნატარდებოდა და იქ ბანერებით დახვდნენ ადამიანები. დღის ბოლოს მოვყვები, დღის ბოლოს აქციის ჯერ კიდევ აქციის მსვლელობის დროს რუსთაველის ქუჩა გადაკეტილი იყო სანთლებით, რომელიც იყო ამ ბავშვების მოსახსენებლად და ბავშვებისთვის გაკეთებული სანთლები სამგლოვიაროდ. და აქციის დასასრულს უკვე ამ სანთლების აქეთ ამხარეს იყო რამდენიმე აქციის მონაწილე დარჩენილი და სანთლების იქით ამხარეს იყო დარჩენილი პოლიციის მანქანები, დასუფთავების მანქანები, რომლებიც ესე მოადგნენ რუსთაველს, რომ დღის წესრიგის მიხედვით, როგორც მანამდე ხდებოდა ხოლმე, გაესუფთავებინათ ეს ქუჩა და წესრიგი აღედგინათ და ერთ 9 საათამდე იდგნენ სანთლების იქით ამხარეს, იმიტომ რომ ვერ უბედავდნენ გადმოლახვას ხო და გადავლას აი ამას რომ პატივისცემა გაჩნდა, რაღაცა ზღვარი გაჩნდა, რაღაც ბარიერი გაჩნდა, რაღაც ადამიანობა აი ამ პატარა ნიშნით რომ ეს ადამიანები ეს პატრულის მანქანები და ეს დასუფთავების მანქანები როგორც მანამდე ჩვენთვის იყო რაღაცა სისტემის შემსრულებელი რობოტი უცებ ამ რობოტში გაჩნდა ამ მანქანაში გაჩნდა ადამიანი რომელიც ავტომატურ რეჟიმში აღარ მუშაობდა და ავტომატურ რეჟიმში მუშაობის დროს უცებ გაჩერდა და შეწყვიტა მუშაობა. რამდენიმე წუთით თუნდაც რამდენი 9 საათი იყო თუ რა იყო, მისთვის იქ ადამიანობა გაჩნდა. და ეს იყო ძალიან სიმბოლური ჟესტი, ასე ვთქვათ. საბოლოო ჯამში დასუფთავების ადამიანები ცალკეული ადამიანები გადმოვიდნენ და ხელით აალაგეს ეს აქტივისტებთან ერთად და ყოველ დღე ვიზრდებით და ყოველ დღე არის გადადგმული პატარა ნაბიჯი, აი უზარმაზარი გზის ეგეც და კიდე ძალიან ბევრი ფაქტი არის იმისა, რაც მაჯერებს იმას, რომ ძალიან მალე თუ არა უახლოეს მომავალში გავიმარჯვებთ და უფრო გაზრდილები გამოვალთ და უფრო ჭკვიანები ამ ყველაფრიდან. კაი, კიდევ ერთხელ მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. გემშვიდობებით მეგობრებო და შევხვდებით ძალიან მალე.